ამ ვიდეოში მოგიყვები როგორ ტარდება მხედველობის ლაზერული კორექცია. კორექციებს მხოლოდ 5 შაბათობით ვატარებთ. დაახლოებით 12 საათისთვის უნდა იყო კლინიკაში. ფორმალურ ნაწილს რომ დაასრულებ კლინიკის რეგისტრატურაში, ასისტენტი აგიყვანს წინა საოპერაციო მოსაცდელში და შემოგთავაზებს მსუბუქ დამამშვიდებელს. ცოტა ხანს დაველოდებით, სანამ წამალი იმოქმედებს და ემოციური ფონი მოგეხსნება. თვალებს გაგიყვეჩებთ წვეთებით. პროცედურა 2 ეტაპისგან შედგება. ჯერ ფემტოლაზერი იმუშავებს. დაახლოებით 20 წამის განმავლობაში იგრძნობ მსუბუქ ზეწოლას თვალზე. არ გეტკინება. ლაზერის ზემოქმედება თვალზე ზუსტად 6 წამს გაგრძელდება. მეორე ეტაპს ექსიმერ ლაზერით გავაკეთებთ. წინ მწვანე მოციმციმე ნათებას უყურებ და ლაზერი 2-3 წამიდან 10-12 წამამდე იმუშავებს. ეს დამოკიდებულია შენი ახლომხედველობის ან ასტიგმატიზმის სიდიდეზე. იგრძნობ მსუბუქ შეხებას. ჩაგაწვეთებ წვეთებს და პროცედურაც დასრულდება. კორექციის შემდეგ რამდენიმე საათი მხედველობა ბუნდოვანი იქნება და ნელ-ნელა გასუფთავდება. 1-2 საათი თვალი გაღიზიანებული იქნება, შეიძლება გაგიჭირდეს გახელა, წამოვიდეს ცრემლი, გქონდეს უცხო სხეული შეგრძნება. ეს ნორმაა. ძალიან ნებისმიერი გამაყუჩებელი. სახლში მისვლისთანავე დაიწყე დანიშნული წვეთების გამოყენება. თუ დაიძინებ, გაღვიძების შემდეგ ეს ჩივილები აღარ გექნება. კორექციის შემდეგ პირველ პერიოდში მხედველობა არასტაბილურია. პერიოდულად იბურება. დახამხამება გჭირდება, რომ გასწორდეს ფოკუსი. გაქვს უცხო სხეული შეგრძნება. ეს შეხორცების პროცესია და დროებითი სიმშრალე, რასაც ლაზერი იწვევს. ინტენსიურად იწვეთე დამატენიანებელი. ნელ-ნელა დამატენიანებლის საჭიროებაც შემცირდება. თუმცა თუ კი ეკრანთან დიდ დროს ატარებ, ჯობს მაინც იწვეთო საჭიროებისამებრ. კორექციის შემდეგ კონსულტაციაზე 1 თვის, 6 თვის და 12 თვის შემდეგ მოდი. შემდეგ წელიწადში ერთხელ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგად ხედავ, შენი თვალის ფსკერის აგებულება მაინც სუსტია, ბადურად ხელია. შესაძლოა გაჩნდეს ისეთი უბნები, რომლებსაც გამაგრება სჭირდება. რადგან ეს პროცესები უსიმპტომოდ მიდის, ახლომხედველი თვალი კორექციის შემდეგაც კი ფსკერის პერიოდულ დათვალიერებას საჭიროებს. ჯანმრთელობას გისურვებს სრულყოფილი მხედველობით.